სილამაზეა ღმერთიჩი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტიტების პარკი. მილიონ ტიტას შორის ერთია, რომელმაც თავი აღვაყო და უნდა რომ იყოს ყველაზე განსხვავებული, მაგრამ სამწუხაროდ არის ის, რომ ეს განსხვავებულობა ცუდად დაუჯდება, იმიტომ რომ მოიჭრიან მას და გადააგდებენ, რადგან არ გავს სხვას. როგორც ცხოვრებაში ხდება ხანდახან. ეხლა უნდა ვცადო და მე თვითონ ვიყიდო ყვავილი. It's a bit stressful. No. Oh my god, it's paradise. It's heaven. ნახატს გავს ყველაფერი, თითქოს დახატულია და არა სინამდვილე. მნიშვნელოვანია რომ დავაფასოთ ის წამი, რომელშიც ცხოვრობ და პატივიცეთ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გარშემოა და დროებითია. გამარჯობა, მე ლელა მებურიშვილი ვარ და დღეს გადავწყვიტე მთელი დღე გავატარო ყვავილებში. დღეს ჩემი მიზანია ვნახო მილიონობით ყვავილი ერთად სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა ფერის და თქვენს გაჩვენოთ. უნდა წავიდე ტიტების ულამაზეს მინდორში და დაგათვალიერებინოთ ყვავილები, ასევე უნდა წავიდე მსოფლიოში ყველაზე დიდ აუქციონზე, რომელიც ყველაზე მეტ ყვავილს ყიდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის ასევე და ასევე უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც ჩემი აზრით ყველაფერი იცის ტიტების შესახებ. ასე რომ წამომყევით. Hey! არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი და დააკომენტაროთ რას ფიქრობთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, გამიზიაროთ თქვენი აზრი. აქვე გეტყვით რომ ჩემი სპონსორია ARKI. ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილები. ვფიქრობ სილამაზის პირველი გამოხატულება არის ყვავილები და ვინც მიცნობს იცის რომ როცა ახალ სახლში გადავდივარ, ახალ ადგილას ხშირად მიწევს ხოლმე ადგილის შეცვლა. პირველი რასაც ვაკეთებ, ვყიდულობ ყვავილებს, ოთახის ქოთნის ყვავილებს, რომლებსაც ახალი სიცოცხლე შემოაქვს ჩემს ახალ სახლში და უფრო კომფორტულად გქონავ თავს. ვფიქრობ, რომ ძალიან დამსახურებულად არიან ყვავილები პოპულარული. ნებისმიერი სახის ყვავილები, ყვავილები ოთახის, ქოთნის, აივანზე, ტერასაზე ყვავილები, ტყეში, მინდორში, ლარნაკში მოჭრილი ყვავილები წყალში. ძალიან პოპულარულია და გასაგებია, რატომ იყიდება ყოველ დღე მილიონობით ყვავილი მსოფლიოს გარშემო. ასე რომ ვფიქრობ, რომ დღეს საინტერესო თავგადასავალი გველოდება. ჩემი სტუმრები დღეს ყვავილები იქნებიან, თუმცა არა, პირიქით, მე ვიქნები ყვავილების სტუმარი. წავიდე. ვაუ. ყვავილის დაბადება მშვიდი პროცესია, მაგრამ მაინც პატარა რევოლუციას გავს. ყველაფერი იწყება უმნიშვნელო მარცვლით, რომელიც მიწაში იკარგება. სიბნელეში, სიცივეში, წვიმაში. გარედან თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ სწორედ მაშინ იკრებს ძალას, ძლიერდება, აგროვებს ენერგიას და მერე ერთ დღეს მიწას ხეთქავს. ხანდახან ქვასაც, ბეტონის ნაპრალსაც კი პოულობს გზას და მაინც აღწევს სინათლემდე. ყველაზე ნაზი ქმნილებაც კი შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი. ადრე ვფიქრობდი, რომ ძალიან ცოდვები არიან ყვავილები და არ უნდა მოვჭრათ, იმიტომ რომ მოჭრილი ყვავილი ძალიან მალე ჭკნება და კვდება, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ყვავილები გვასწავლიან ცხოვრებას. იმიტომ რომ უფრო ადვილად უნდა გავითავისოთ, რომ ცხოვრება არის ხანმოკლე და სილამაზე ძალიან წარმავალია. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ამ მომენტით, დავტკბეთ იმ სილამაზით, რომელიც არის ჩვენს გარშემო და ჩვენში და შევეცადოთ, რომ შევიბრძნოთ და ბოლომდე გავითავისოთ ცხოვრების არსი, როგორც ყვავილები აკეთებენ. აფეთქდებიან, აყვავდებიან, ბოლომდე გვაჩვენებენ მათ სილამაზეს და მერე მიდიან. ასე რომ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მთელი დღე მხოლოდ ყვავილებს მივუძღვნა და თქვენც გაგასეირნოთ ამ საოცარ ჯადოსნურ სამყაროში. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც არის საქართველოზე ორჯერ პატარა თითქმის და აი ამ პატარა ქვეყნიდან მარაგდება ყვავილებით მსოფლიოს 60%-ზე მეტი.
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებია ტიტების მთავარი მწარმოებელი, მათი სამშობლო არ არის ეს ქვეყანა. ტიტები პირველად ცენტრალურ აზიაში გაიზარდა და მოგვიანებით მოხვდა მაშინ ძალიან მდიდარ ჰოლანდიაში. ის ნელ-ნელა გახდა სიმდიდრის სიმბოლო და უკვე მე-17 საუკუნეში ნიდერლანდებში დაიწყო ის, რასაც ისტორიკოსები უწოდებენ ტიტების მანიას. დაუჯერებელია, მაგრამ ზოგიერთი ტიტის ბოლქვი ამ დროს სახლის ფასად იყიდებოდა. ტიტების სილამაზე რამდენიმე კვირა გრძელდება, მაგრამ მათი გაზრდა მთელი წლის შრომაა. აი ხა ეს ბოლო დღეებია და ხვალ წეგ თავს მოაჭრიან ტიტებს, რომ ბოლქვს მისცენ უფრო მეტი ძალა. ულამაზესი აქაურობა, სხვადასხვა ფერი ტიტები, სულის შემძვრელია. ბოლო არ უჩანს მინდვრებს. ნიდერლანდებში ყვავილები ძალიან უყვართ. ყვავილები ბუნების ნაწილი კი არაა, ცხოვრების სტილია აქ. ადამიანები სახლებს უბრალოდ არ აშენებენ. ისინი აშენებამდე გეგმავენ მათ მცენარეებით მორთვას. ქუჩაში რომ გაიარო, შეიძლება ერთ სახლს სახურავზე ვაზი ჰქონდეს. მეორეს ფანჯრიდან გადმოკიდებული ლავანდა, მესამეს კი მთელი ფასადი სუროსგან ჰქონდეს დაფარული. აქ არქიტექტურა და ბუნება ერთმანეთს ძალიან ჰარმონიულად ერწყმის. ნიდერლანდელები ყვავილებს ისეულიან როგორც ოჯახის წევრებს. პატარა აივნიდან დაწყებული უზარმაზარი პარკებით დამთავრებული ყველაფერი ცოცხალია. ტყეები, არხები, ველოსიპედის ბილიკები და ყველგან სიმწვანე, რომელიც ქალაქს ჟანგბადით ამარაგებს. შეიძლება სწორედ ამიტომაც გამოიყურება ეს ქვეყანა ასე მშვიდად და ლამაზად და როცა გაზაფხული იწყება, ნიდერლანდები უბრალოდ ქვეყანა აღარ არის. ეს უზარმაზარ ცოცხალ ბაღად გადაიქცევა ხოლმე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი გიდი იქნება უდიდესი ყვავილების კომპანიის წარმომადგენელი Royal Steinman-ი. მას 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და განსაკუთრებულად ცნობილია მასშტაბური ქორწილების და კორპორაციული ღონისძიებების გაფორმებაში. მისი ცოდნა და გამოცდილება მრავალ საერთაშორისო პროექტს აერთიანებს და დღეს სწორედ ამ საინტერესო გზაზე გვიამბობს. First of all, thank you so much for spending your time and showing me beautiful flowers all around the Netherlands. You're most welcome. Yeah. So tell me when everything started, when you decided to that flowers are part of your life and you want to work with flowers. Well, I think since I was born, I'm born in a converted tulip bulb storage, you know, like a converted place by my grandfather. And he took me to the flower auction when I was a little boy. Okay. You know, and as a kid, I had some friends, their father were growers. So as a kid, when we were 4, we were putting the tulip bulbs in the crates. Okay. What is done now by robots, you know. That's how I started in the industry, and I got fascinated about it, you know. So your grandparents were working with the flowers. One of my grandfathers was an wholesaler, and the other one was a grower. He grew hyacinths, yeah. So you knew how to, at the beginning from your childhood, how to grow flowers and how to sell. Yeah, exactly. Yeah, that's it, you know. I'm born into it, yeah. Abu. Can you please tell us about the biggest event you had? The very biggest event was the wedding of the Princess of Abu Dhabi. Oh, interesting. That was basically the craziest one. I've been traveling all over the world to source flowers. I got orchids from Thailand. I had hydrangeas from Colombia. So I've been 3 times to Colombia just to source the growers, to make sure they had the right amounts, because I needed a lot. It was nearly a plane full of flowers, you know, full of white flowers all. So that was the most craziest wedding. And a few weeks ago we've done one in St. Moritz. That was a nice wedding as well, and the ceremony was on the mountain. So a lot of basically everything had to be built up from scratch, and had to go up the mountain by helicopter. Oh. And they had some amazing locations in the village as well over there, which was incredible. Yeah, it was very special. Yeah. Which are generally the most popular flowers? Yeah, it depends what season it is, but generally, of course, roses. Roses. Now we've experienced it all: the tulips, hyacinths, but also hydrangeas, lilies, chrysanthemum. Yeah, it depends. Okay. Peonies. You know, I cannot choose. You know, there's a lot to choose from.
ტიტას ცხოვრება ერთი პატარა ბოლქვით იწყება. მიწის ქვეშ ჩუმად დამალული ფორმით. ფერმერები ბოლქვებს ძირითადად შემოდგომაზე რგავენ. მაშინ როცა ბუნება დასაძინებლად ემზადება. ზამთარში ტიტა მიწის ქვეშ იზრდება. შემდეგ მოდის გაზაფხული. და ერთ დილას სრულიად ცარიელი მინდორი უცებ ფერებად ფეთქდება. წითელი, ყვითელი, იასამნისფერი, მილიონობით ტიტა ერთ დღეს ულამაზესად ააფერადებს ხოლმე მიწას. მაგრამ ყველაზე უცნაური და სამწუხარო ის არის, რომ ტიტას სილამაზე ძალიან მოკლეა. ყვავილობის პერიოდი ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება. ამის შემდეგ მილიონობით ტიტას ჭრიან, რაც ძალიან სევდიანი სანახავია. მაგრამ ამას ბოლქვის გასამაგრებლად აკეთებენ. ბოლქს აშრობენ, ინახავენ და უკვე შემდეგი სეზონისთვის ამზადებენ. ანუ ტიტა ყოველ წელს თითქოს თავიდან იბადება. ეხლა მოვედით ერთ-ერთ ყველაზე ძველ ფერმაში ყვავილების, სადაც ხელით აკეთებენ ყველაფერს და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო წლების წინ. We have this business for 30 years now. Oh my god. So Why you decided to start this? my husband, his father, he's over there. He's in his 80s and he's still helping. And that's my mom. She's also my in their God, it's 80s and they still want to help. So It's seasonal as well. yes, it's only a season and it's only a few hours, but we do this for 30 years now. You can look. Here we cut off the bulbs. It's my mom. Like Little this? shape, yeah. Shape. Yes, and that's it. Okay. That's very nice. You can help. You're hired. You're hired, absolutely. Yes. Thank you. Why did you decide to start working in the tulip field? Ja. Dat is een goede vraag. Still wondering myself. განსხვავებული ტიტებია, არ გავს ჩვეულებრივ ტიტებს. No. ძველი ტრადიციული ყვავილების ფერმებიდან წამოვედით, სადაც ტიტების მოვლა ისევ იმ საუკუნეების წინა ტრადიციული მეთოდით მიდის. და მოვედით უდიდეს ტიტების ქარხანაში, სადაც ტიტებს უახლესი მეთოდით, თანამედროვე რობოტებით აწარმოებენ. ეხლა მოვედით ზვერთ ტულიპში, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც აწარმოებს ყველაზე მეტ ტიტას მსოფლიოში და უნდა ვნახოთ როგორ ხდება ყველაფერი თავიდან ბოლომდე. არხის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ პირველი დეველოპერი საქართველოში. ამ უზარმაზარ სათბურში ტიტებს თითქმის მთლიანად რობოტები ზრდიან. მანქანები ბოლქვებს არჩევენ, ალაგებენ, გადააქვთ, აკონტროლებენ ტემპერატურას, სინათლეს და წყალს, იმ სიზუსტით, რასაც ადამიანი ვერ შეძლებდა. ადრე ამ პროცესში ათეულობით ადამიანი მუშაობდა. დღეს კი მთელ ხაზს რამდენიმე ადამიანი აკონტროლებს, დანარჩენს რობოტები აკეთებენ. ისინი ბოლქვებს არჩევენ, გადააქვთ, ამოწმებენ, დაავადებულ მცენარეებს პოულობენ და მონაცემებს მუდმივად აანალიზებენ. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად სწავლობს, როგორ გაიზარდოს ტიტა უფრო სწრაფად, ჯანმრთელად და ზუსტად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს რობოტები უბრალოდ ბრძანებას აღარ ასრულებენ. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად აანალიზებს მონაცემებს, რომელი ტიტა იზრდება სწრაფად, რომელს მეტი წყალი სჭირდება, სად არის იდეალური ტემპერატურა. სისტემა თვითონ ვითარდება, თვითონ ხდება უფრო ზუსტი. და მაინც როცა ტიტა საბოლოოდ იშლება, ის ისევ ისეთივე ბუნებრივად ლამაზია, როგორც საუკუნეების წინ იყო. ნიდერლანდები მსოფლიოში ტიტების მთავარი მწარმოებელია და წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდზე მეტი ტიტის ბოლქვი იწარმოება. ცხოვრებაში პირველად ვნახე ამდენი ტიტა ერთად. დღეში 2 სანტიმეტრს იზრდებიან და თუ ჩუმად მოусვენთ, გაიგებთ ხმას, როგორ იზრდება ტიტა. აი აქ მარტო 6 მილიონი ტიტაა. 6 მილიონი ყვავილი ჩემს გარშემო. საოცრება. ეს ყვავილი ვერ ითმენს და უნდა რომ იყოს გამორჩეული და ერთადერთი და მართლა ამ მილიონ ტიტას შორის
ერთია, რომელმაც თავი ამოყო და უნდა რომ იყოს ყველაზე განსხვავებული, მაგრამ სამწუხაროდ არის ის, რომ ეს განსხვავებულობა ცუდად დაუჯდება, იმიტომ რომ მოჭრიან მას და გადააგდებენ, რადგან არ გავს სხვას. როგორც ცხოვრებაში ხდება ხანდახან. ეხლა მე ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდ ყვავილების აუქციონზე, სადაც რამოდენიმე საათში ხდება მილიონობით ყვავილის გაყიდვა. ყველაფერი თითქმის 1 საუკუნის წინ დაიწყო. ნიდერლანდელმა მეყვავილეებმა გადაწყვიტეს, რომ ყვავილების გაყიდვა უფრო სწრაფი, სამართლიანი და ორგანიზებული უნდა ყოფილიყო. ასე გაჩნდა Royal Flora Holland, დღეს მსოფლიოში უდიდესი ყვავილების აუქციონი. წლების განმავლობაში ეს ადგილი უბრალო ბაზრობიდან გლობალურ ცენტრად გადაიქცა, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ყვავილი იყიდება და მსოფლიოს ყველა კუთხეში იგზავნება. აქედან ტიტები, ვარდები და ორქიდეები რამდენიმე საათში უკვე ტოკიოში, დუბაიში ან ნიუ-იორკში შეიძლება აღმოჩნდეს. ეს მხოლოდ ბიზნესი აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება და მილიარდიანი ინდუსტრია ერთმანეთს ყოველდღე ხვდება. ყოველ დილით ზენა მსოფლიოს უმეტესობას ჯერ კიდევ სწინავს, ნიდერლანდებში იწყება ყველაზე სწრაფი და ყველაზე ფერადი ბაზარი დედამიწაზე. ეს ადგილი გავს აეროპორტს, მაგრამ აქ თვითმფრინავების ნაცვლად ყვავილები მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში. ამ ყვავილებს ყიდულობენ ათასობით კომპანია 60-ზე მეტი ქვეყნიდან. Beauty. ამ აუქციონში ჩვეულებრივ სამუშაო დღეს დაახლოებით 43 მილიონი ყვავილი და დაახლოებით 5 მილიონი მცენარე იყიდება. სულ რამდენიმე საათში დილის განმავლობაში. Oh my god, it's paradise. It's heaven. აუქციონი წყება დაახლოებით დილის 6 საათზე და ხშირად 3-4 საათზე უკვე ყველაფერი დასრულებულია. Auction started in 1900, around 1900, and it started from a pub. So they started to, the growers went there and the buyers went there. So they met up in the pub. And that's how the official auction started back in the day. And then it became more professional. And then in this area, there are a lot of growers. So there used to be a lot of rose growers in the past. They do a lot of syringium growers. Back in the day, they used to supply, they bring this everything from the fields by boat. So that went by boat to the auction. Dutch auction clock. პრინციპი ძალიან საინტერესოა. ეკრანზე ჩანს ფასი. ფასი ნელ-ნელა ქვევით მოდის, ვინც პირველი დააჭერს, სულაკს ის ყიდულობს ყვავილებს. ამიტომ უნდა გქონდეს წამის სიზუსტის რეაქცია. თუ ადრე დააჭერ ძვირად იყიდი, თუ დააგვიანებ, სხვა წაიღებს. ეხლა უნდა ვცადო და მე თვითონ ვიყიდო ყვავილი ზუსტად 40-ს უნდა გავარტყა, რომ მოვასწრო ყველას. Gone. Oh, it's gone. It's gone already. Yeah, that's good. Another time, 40. Okay. So it's 2:30. No, it doesn't matter. It's a bit stressful. No. You need to let it go. 2 rounds first. 1 more round to go because it's 1 over a euro now. And now you can press on 40. Yay! Over here, this is an old mining room, they call it. The old auction clocks. ადრე ეს აუქციონი სრულიად სხვანაირი ადგილი იყო. უზარმაზარ დარბაზებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ კაცები რიგებად ისხდნენ, ხელში ყავა და ხშირად სიგარაც ეჭირათ. ჰაერი კი ხმაური, დაძაბულობით და თამბაქოს სუნით იყო სავსე. ყვავილები პირდაპირ დარბაზში შემოქონდათ. ყიდველები კი ერთმანეთს წამებში ეჯიბრებოდნენ, ვინ დაასწრებდა ღილაკზე თითის დაჭერას. ყველაფერი ძალიან ცოცხალი იყო, ემოციური და ხმაურიანი. დღეს კი იგივე აუქციონი თითქმის კოსმოსურ ცენტრს გავს. ნიდერლანდებში ყვავილები უბრალოდ ბუნების ნაწილი არ არის. ისინი ქვეყნის კულტურისა და იდენტობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა და სწორედ ამიტომ ყოველწლიურად აქ იმართება ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და შთამბეჭდავი ღონისძიება – ყვავილების ფესტივალი. უზარმაზარი მოძრავი პლატფორმები, მანქანები და დეკორაციები მილიონობით ცოცხალი ყვავილით ირთვება. ყველაფერი ხელით მზადდება და ზოგჯერ ერთ კომპოზიციაზე ასობით ადამიანი მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში. ამ ტრადიციის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის.
პირველი ყვავილების აღლუმები ნიდერლანდებში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა მეყვავილეებმა გადაწყვიტეს საკუთარი მოსავალი ნამდვილ მოძრავ ხელოვნებად ექციათ. დღეს ეს ფესტივალი ძალიან პოპულარულია. ათასობით ადამიანი გამოდის მის სანახავად და საგულშემატკივრად. საინტერესოა, რომ ზოგიერთი დეკორაციისთვის მილიონზე მეტი ყვავილიც კი გამოიყენება. ეს უზარმაზარი ფერადი ქანდაკებები მუსიკის ფონზე ქალაქის ქუჩებში მოძრაობს და ერთი დღით მთელი ქვეყანა თითქოს ერთ დიდ მოძრავ ცოცხალ ბაღად გადაიქცევა. ეხლა მე ვარ კოკენჰოლფში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტიტების პარკი, რომელიც 32 ჰექტარზეა გადაჭიმული. სულ რამდენიმე კვირით არის წლის განმავლობაში გაზაფხულზე ღია, მაგრამ მიუხედავად ამისა 2 მილიონამდე ტურისტი ჩამოდის სპეციალურად ტიტების სანახავად, რომელიც ყოველწლიურად ირღვევა. 7 მილიონი ტიტა ყოველწლიურად ირღვევა ხელით ამ პარკში. და თან არ არსებობს ავტომატური სისტემა მორწყვის, ხელით რწყავენ ყოველ დღე. ნამდვილად ეტყობა, როგორი სათუთად მოვლილია აქაურობა და ულამაზესი. ამ პარკის ისტორია მე-15 საუკუნიდან იწყება. ეს იყო მაშინ სასახლის ბაღი, სადაც ბოსტნეული მოყავდათ. აქედან მოდის სახელწოდება Keukenhof, ნიშნავს სამზარეულო ბაღს. იმ პერიოდში, როცა ტიტები ყვავის, ძალიან ბევრი ხალხია ამ პარკში. როგორც ხედავთ, სავსეა დღეს. უზარმაზარი პარკია, მაგრამ იგრძნობა, რომ ძალიან ბევრი ხალხი სტუმრობს წლის განმავლობაში და ეს პერიოდი, ეს ერთი თვე განსაკუთრებით ძალიან დატვირთულია. სულ არსებობს დაახლოებით 3000 ტიტის ჯიში. ამ პარკში 1000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ტიტა თავმოყრილი, როგორც ხედავთ, სრულიად განსხვავებულები, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ფორმის. საოცარი სანახავია. ნახატს გავს ყველაფერი, თითქოს დახატულია და არა სინამდვილე. არხის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. დღეს ძალიან სასიამოვნო და დატვირთული დღე მქონდა ყვავილებთან ერთად. სავსე ვარ ამ ფერებით, ჯადოსნური სილამაზით და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა ეს. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს ყვავილებმა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავაფასოთ ის მომენტი, ის წამი, რომელშიც ცხოვრობთ და პატივი ვცეთ იმ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გარშემოა და დროებითია. მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იაქტიურეთ, მოგწერეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, შენიშვნები, ასევე მომწერეთ რისი ნახვა გინდათ, რომელი ქალაქის, რომელი ადგილის, ვისი გაცნობა გაგეხარდებათ ჩემ არხზე და მალე შევხვდებით. დროებით.